კონფედერაციის ამ სამივე ქვეყანაში საკმაოდ პოპულარულია სამხედრო მმართველობები და ამას აქვს საკუთარი მიზეზები. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ეს სამივე ქვეყანა საკმაოდ შეწუხებულია უკვე წლებია ისლამური ტერორიზმით და მათი ამ ქვეყნების ჩრდილოეთ ნაწილი, საჰარის უდაბნოს ნაწილი პრაქტიკულად მოცულია სხვადასხვა ისლამური დაჯგუფებებით, რომლებიც პერიოდულად თაბასხმებს ახდენენ აი ამ ქვეყნების ცენტრალურ ნაწილებში, კონკრეტულად შეიძლება ვთქვათ დედაქალაქებშიც, იქნება ეს მალიში დედაქალაქი ბამაკო, ბურკინა ფასოში უგადუგუ თუ ნიგერიში დედაქალაქი ნიამეი. ეს მთავარი ორგანიზაცია, ასე ვთქვათ ისლამისტური ორგანიზაცია, ეს არის მაღრიბის ალ-ქაიდა და მისი განაყოფები, რომლებიც ასე ვთქვათ ამ სამივე ქვეყანაში ოპერირებენ. შესაბამისად, აი ამ გამოწვევებზე საპასუხოდ ლეგიტიმაცია აქვს ამ სამხედრო ელიტებს. თუმცა ყველაზე ესეთი პოპულარული ლიდერი ამ კონფედერაციაში არის ბურკინა ფასოს ახალგაზრდა ლიდერი, დღეს უკვე 37 წლის კაპიტანი იბრაჰიმ ტრაორე, რომელსაც ხშირად ადარებენ ბურკინა ფასოს 80-იანი წლების ლიდერს ტომას სანკარას, რომელიც იყო მარქსისტი სოციალისტი, რომელმაც ასე პროგრესული რეფორმები განახორციელა მაშინ ბურკინა ფასოში და რომელიც შემდგომ უკვე მმართველობის მეოთხე წელს ის მოკლეს მისი ამ იდეოლოგიიდან გამომდინარე. რაში მდგომარეობს თვითონ იბრაჰიმ ტრაორეს ესეთი პოპულარობა, ესეც გამომდინარეობს მისი ასე ვთქვათ სოფხედულობიდან, მისი პოლიტიკებიდან, ის არის პანაფრიკანისტი, ის ცდილობს რომ აფრიკა ასე ვთქვათ გააერთიანოს და გაათავისუფლოს აი ამ საგარეო გავლენებისა და წნეხებისგან. მისი ასე ვთქვათ სოციალური პოლიტიკები, თავარი ეს არის ინფრასტრუქტურის განვითარება, გზების მშენებლობა ქვეყნების მასშტაბით და საკვების სუვერენულობის მოპოვება. ის ცდილობს რომ ბურკინა ფასო გახდეს ასე ვთქვათ თვითკმარი საკვების მომარაგებით. ამ თვალსაზრისით მან რამდენიმე ასეული ტრაქტორი შეიძინა და ფერმერებს უფასოდ ურიგებს როგორც სათესლე მასალებს, ასევე სასუქებს. მის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა ჯანდაცვის სფეროს განვითარება და მოსახლეობის მაქსიმალურად უზრუნველყოფა. ბუნებრივია დასაწყისისთვის ეს არის მიზერული ნაბიჯები, თუმცა ეს პროცესი დაწყებულია, მაგალითად სხვადასხვა ტიპის ჯანდაცვის ტექნიკის შეძენა, თუნდაც სასწრაფო მანქანების რაოდენობის გაზრდა. სოციალური პოლიტიკების მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ იბრაჰიმ ტრაორემ წამოიწყო ახალი საბინაო პოლიტიკა, რის ფარგლებშიც ბურკინა ფასოში აშენდება 1000 საცხოვრებლიანი შენობები და აი ამ შენობებში შესახდება ძირითადად ბურკინა ფასოს ის მოსახლეობა, რომლებიც დაზარალდნენ ტერორიზმითა და სხვადასხვა კონფლიქტებით, თუმცა მათთან ერთად აშენდება ახალი ჰოსპიტალები და სკოლებიც. თუმცა იბრაჰიმ ტრაორეს აი ამ ეკონომიკურ პოლიტიკებში საკვანძოა ის, რაც თავის დროზე ტომას სანკარამაც გააკეთა, მან უარი თქვა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის სესხებზე და დაიწყო ასე ვთქვათ ამ ვალების გასტუმრება, რაც აქამდე ჰქონდა ბურკინა ფასოს. ასევე მნიშვნელოვანი ის, რომ მან როგორც ვახსენე, სხვა საერთაშორისო კომპანიებს შეუზღუდა ოქროს წარმოება ბურკინა ფასოში და თავად დაიწყო ამ ოქროს წარმოება და მისი რაოდენობების გაზრდა და აკრძალა ნებართვის გარეშე ოქროს გატანა ან გაყიდვა ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ასევე იბრაჰიმ ტრაორეს ინიციატივით კონფედერაციამ ამ სამმა ქვეყანამ შექმნა წელს გაზაფხულს კონფედერაციის საინვესტიციო და განვითარების ბანკი, სადაც დასაწყისისთვის ჩაიდო $900 მილიონი ინვესტიცია, რომელიც უნდა მოხმარდეს ინფრასტრუქტურულ საგანმანათლებლო ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარებას სამივე ქვეყანაში და მოხდეს ამ სამი ქვეყნის დამატებითი სინერგია, რომელიც ეს რეალურად არის რევოლუციური ნაბიჯი, გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი საინვესტიციო ბანკები აფრიკაში იშვიათად გვხვდება.